ღირსი სილუან ათონელი. ღვთის ნებისა და თავისუფლებისთვის. დიდი სიკეთეა ღვთის ნებისმინდობა. მაშინ სულში მხოლოდ უფალია და არავით არის სხვა აზრი. კაცი წმინდა გონებით ლოცულობს ღვთის წინაშე და გრძნობს მის სიყვარულს, თუმცა კი ხორცით იტანჯება. როცა სული მთლიანად ღვთის ნებას მიენდობა, თვითონ უფალი იწყებს მის ხელმძღვანელობას და უშუალოდ ღმერთი განსწავლის. მანამდე კი მასწავლებლებისგან და წმინდა წერილიდან სწავლობდა. მაგრამ იშვიათად ხდება, რომ სული წმინდის მადლით სულს მასწავლებლად თვით უფალი ჰყავდეს. და ცოტამ თუ იცის ეს, იცის მხოლოდ მან, ვინც ღვთის ნების თანახმად ცხოვრობს. ამ პარტავანს არ სურს ღვთის ნების თანახმად ცხოვრება. მას თვითონ უყვარს საკუთარი თავის მართვა. ის კი არ ესმის, რომ კაცს არ ყოფნის იმის ჭკუა, ღმერთის გარეშე თვითონ მართოს თავი. როცა სოფელში ვცხოვრობდი და არ ვიცოდი არც უფალი, არც სული წმინდა, არც ის ვიცოდი თუ როგორ ვუყვარვართ უფალს, მეც საკუთარ გონებას ვიყავი მინდობილი. მაგრამ როცა სული წმინდის მიერ შევიცანი, უფალი ჩვენი იესო ქრისტე, ძე ღვთისა, ჩემი სული ღმერთს მიენდო. ახლა უკვე ყველაფერს, რაც ცუდი შემემთხვევა, ვღებულობ და ვამბობ. უფალი მხედავს, რისი უნდა მეშინოდეს. უწინ კი არ შემეძლო ასე ცხოვრება. ვინც ღმერთს მიენდო, მისთვის გაცილებით იოლია ცხოვრება, რადგან ავადმყოფობაშიც, სიღარიბეშიც, დევნულებაშიც ამას ფიქრობს, ღმერთს ასე ნებავს, მე კი მოთმინება მმართებს ჩემი ცოდვებისთვის. აი მაგალითად, მე მრავალი წელია თავი მტკივა და მიჭირს მოთმენა, მაგრამ ეს ჩემთვის სასარგებლოა, რადგან ავადმყოფობა სულის დამდაბლებას შეეწევა. ჩემ სულს მხურვალედ სურს ლოცვა და მღვიძარება, მაგრამ სნეულება მიშლის ხელს. იმიტომ რომ ავადმყოფ სხეულს სიმშვიდე და მოსვენება სჭირდება. ბევრჯერ ვთხოვე უფალს განკურნება, მაგრამ მან არ შეისმინა ჩემი თხოვნა. მაშასადამე ეს ჩემთვის სასარგებლოა. სხვა შემთხვევაც მქონდა, მაშინ უფალმა მსწრაფ შეისმინა ჩემი და მიხსნა განსაცდელისგან. ერთხელ სადღესასწაულო ტრაპეზზე თევზი მოიტანეს. ჭამისას ძვალი ღრმად გადამწდა, ძალიან ღრმად. წმინდა დიდმოწამე პანტელეიმოს შევევედრე შველა, რადგან ექიმი ძვალს ვერ ამომიღებდა. მიშველე მეთქი, როცა ვთქვი, პასუხად მესმა, გადი გარეთ, ამოისუნთქე და ძვალი სისხლთან ერთად ამოვარდება. ასეც მოვიქეცი, გარეთ გავედი, ამოვისუნთქე და სისხლთან ერთად დიდი ძვალი ამომვარდა. მაშინ მივხვდი, რომ რაკიღა უფალი თავის ტკივილს არ მირჩენს, ესე იგი ჩემი სულისთვის ასეა უმჯობესი. ამ ქვეყნად ყველაზე ძვირფასი ღმერთის შეცნობა და მისი ნების თუნდაც ნაწილობრივი ცოდნა. სული, რომელმაც შეიცნო ღმერთი, ყველაფერში ღვთის ნებას უნდა მიენდოს და მის წინაშე ცხოვრობდეს შიშით და სიყვარულით. სიყვარულით, იმიტომ რომ უფალი სიყვარულია, შიშით, იმიტომ რომ უნდა ეშინოდეს, რაიმე ბოროტი გულის სიტყვით არ შეურაცხყოს ღმერთი. ჰოი უფალო, სული წმინდის მადლით ღირს ვყავ ვიცხოვროთ შენი წმინდა ნების თანახმად. როცა ღვთის მადლია ჩვენში დამკვიდრებული, სულით ძლიერნი ვართ, ხოლო როცა მას ვკარგავთ, ვხედავთ საკუთარ უძლურებას, ვხედავთ, რომ ღმერთის გარეშე გონებაშიც კი ვერ გავივლებთ ვერავითარ სიკეთეს. მოწყალეო ღმერთო, შენ უწყი ჩემი უძლურება, გევედრები მომეცმე სული მდაბალი, რამე თუ მდაბალ სულს შენი მოწყალებით აძლევ შენი ნების თანახმად ცხოვრების ძალას. შენ უცხადებ ასეთ სულს ყველა შენს საიდუმლოს,
შენ აძლევ მას შენი შეცნობის უნარს და რა უსასრულოდ გიყვარვართ ჩვენ. როგორ უნდა გაიგო ღვთისნების თანახმად ცხოვრობ თუ არა, აი ნიშანი. თუ რაიმე ნივთის გამო სწუხარ, ესე იგი ბოლომდე არ მინდობი ხარ ღვთისნებას. თუმცა შეიძლება გეგონოს, რომ სწორედ ღვთისნების თანახმად ცხოვრობ. ის, ვინც ღვთისნების თანახმად ცხოვრობს, არაფერზე ზრუნავს, თუნდაც სჭირდებოდეს რაიმე თავის თავსაც და ამ საგანსაც ღმერთს აბარებს. და თუ საჭირო ნივთს ვერ ღებულობს, მაინც ისეთივე მშვიდი რჩება, თითქოს ხელთეპყრას იგი. სულს, რომელიც ღვთისნებასაა მინდობილი, არაფრის ეშინია, არც ჭექა-ქუხილის, არც ავაზაკების, მოკლედ არაფრის. რაც არ უნდა მოხდეს, იგი ამბობს, ღმერთს ასენებავს. თუ ავადაა, ფიქრობს, ესე იგი ჩემთვის საჭიროა ავადმყოფობა, თორემ ღმერთი ხომ არ მომცემდაო. და ასე ინარჩუნებს მშვიდობას სულით და ხორცით. ვინც თავის თავზე ზრუნავს, იმას არ შეუძლია იმდენად მიენდოს ღვთისნებას, რომ მის სულს ქრისტეს მიერი მშვიდობა ჰქონდეს. მდაბალი სული კი ღვთისნებასაა მინდობილი და მის წინაშე ცხოვრობს შიშით და სიყვარულით. შიშით, რათა რაიმეთი არ შეურაცხყოს ღმერთი. სიყვარულით, რადგან გულისხმაყო სულმა როგორ უყვარვართ უფალს. ყველაფერს ის სჯობს ღვთისნებას მივენდოთ და სასოებით მოვითმინოთ მწუხარებები. უფალი, რომელიც ხედავს ჩვენს მწუხარებებს, არასოდეს მოგცემს ჩვენს ძალებს აღმატებულ განსაცდელს. თუ გვეჩვენება, რომ მეტისმეტად დიდი მწუხარებები გვევლინება, ეს ნიშნავს, რომ ჯერაც არ მივდობივართ ღვთისნებას. სული ყველაფერში ღვთისნებას მიენდო და მშვიდადაა. რამეთო გამოცდილებით იცის წმინდა წერილიდან, რომ უფალს დიდად ვუყვარვართ. ფხიზლად იცავს ჩვენს სულებს და ყოველივეს განაცხოველებს თავისი მადლით. ვინც ღვთისნებასაა მინდობილი, არაფერი აწუხებს, თუნდაც ავად იყოს, სიღარიბეში ცხოვრობდეს და კაცთაგან დევნას განიცდიდეს. იცის სულმა, რომ უფალი მოწყალედ ზრუნავს ჩვენთვის. ღვთის საქმეებს სული წმინდა ამტკიცებს, რომელიც იცის სულმა. მაგრამ ამ პარტავნებსა და ურჩებს არ სურთ მიენდონ ღვთისნებას, რადგან უყვართ თავისი ნების გატანა, ასე რომ ვნებს სულს. პიმენი დიდმა თქვა, ჩვენი ნება სპილენძის კედელია ჩვენსა და ღმერთს შორის, რომელიც არ გვაძლევს ღმერთთან მიახლების ან მისი წყალობის ხედვის ნებას. ყოველთვის უნდა ვევედროთ უფალს სულის მშვიდობის მონიჭებას, რათა მისი მცნებების შესრულება გაგვიადვილდეს. უფალს უყვარს ადამიანები, რომლებიც მისი ნების შესრულებას ცდილობენ და ასეთები ღვთის აღმატებულ მშვიდობას მოიპოვებენ. ვინც უფლის ნებას ასრულებს, ყველაფრით კმაყოფილია, თუნდაც ღარიბი იყოს ან დასნეული და დატანჯულიც, რადგან ღვთის მადლი ახარებს მას. ხოლო ვინც ბედით უკმაყოფილოა, ვინც დრტვინავს ავადმყოფობისა ან შეურაცხმყოფელთა გამო, იმან დაეიცოდეს, რომ ამპარტავანი სულის ტყვეობაშია, რომელმაც ღვთისადმი მადლიერების გრძნობა წაართვა. თუმცა თუნდაც ასე იყოს, სასოს ნუ წარიკვეთ, არამედ ეცადე მტკიცე სასოება გქონდეს ღვთისა და სთხოვე მას სული მდაბალი. ხოლო როცა ის მოგეცემა, შეიყვარებ უფალს და სულის სიმშვიდეს შეინარჩუნებ, თუნდაც მწუხარებებით იყო შეიწრებული. სულს, რომელმაც სიმდაბლე მოიხვეჭა, მუდამ ახსოვს ღმერთი და ფიქრობს, ღმერთმა გამაჩინა, ევნო ჩემთვის, ცოდვებს მომიტევებს და ნუგეშს მცემს, საზრდელს მაძლევს და ზრუნავს ჩემზე. მაშ რატომღა უნდა ვზრუნავდეს საკუთარ თავზე? ან და რისი უნდა მეშინოდეს,
თუნდაც სიკვდილი მომელოდეს. ყოველ სულს, რომელიც ღვთისნებას ამინდობილი, უფალი აძლევს გულისხმის ყოფას, რამე თუ მან თქვა: მხადე მე დღესა ჭირისა შენისასა და მე გიხსნა შენ და შენ მადიდო მე. ყოველმა სულმა, რომელიც რაიმე შფოთითაა შეპყრობილი, დაე ღმერთს მიმართოს და იგი მიანიჭებს გულისხმის ყოფას. მაგრამ ეს ძირითადად უეცარი უბედურებისა და შფოთის წუთებში უნდა მოხდეს. ჩვეულებრივ კი მოძღვარს უნდა კითხო რჩევა, რადგან ეს უფრო მდაბალი საქციელია. კარგი იქნება ღვთისნების თანახმად ცხოვრება ვისწავლოთ. მაშინ სული მუდამ ღმერთშია და დიდი სიმშვიდით ტკბება. ამ სიხარულისგან ადამიანი ლოცულობს, რომ ყოველმა სულმა შეიცნოს უფალი. შეიცნოს, როგორ ვუყვარვართ მას, რა უხვად გვაძლევს სული წმიდას, რომელიც ახარებს სულს უფლისა მიერ. და ეს ყველაფერი საყვარელია სულისთვის, რამე თუ ყველაფერი ღვთისაა. უფალი მოწყალე დასწავლის კაცს, რომ მადლობით მოითმინოს მწუხარებები. მთელი ცხოვრების განმავლობაში ერთხელაც არ დამიჩივლია მწუხარებების გამო, არამედ ყველაფერს ისე ვიღებდი ღვთის ხელიდან, როგორც წამალს და მუდამ მადლობდი ღმერთს. ამიტომ უფალმა მომცა ძალა ყველა მწუხარების ადვილად გადატანისა. ამ ქვეყნად ყველა ადამიანს აუცილებლად ხვდება მწუხარებები და თუმცა უფლისგან მოვლენილი მწუხარებები არასოდესაა დიდი, ადამიანებს ისინი აუტანლად ეჩვენებათ და იმსხვრევიან მათი სიმძიმისგან. იმიტომ რომ არ სურთ დამდაბლდნენ და ღვთისნებას მიენდონ. ხოლო მას, ვინც ღვთისნებას ამინდობილი, თვით უფალი უძღვის თავისი მადლით. ასეთები მხნედ იტანენ ყველაფერს ღვთის გულისათვის, რომელიც შეიყვარეს და რომელთან ერთადაც საუკუნო დიდებას დაიმკვიდრებენ. შეუძლებელია, რომ მიწიერი ცხოვრება მწუხარებების გარეშე განვლო, მაგრამ ვინც ღვთისნებას მიენდო, ის მათ ადვილად იტანს. ასეთი კაცი მწუხარებებს კი ხედავს, მაგრამ უფალზე ამყარებს სასოებას და მწუხარებებიც გადაივლიან ხოლმე. გამოუთქმელი იყო ჯვართან მდგომი ღვთისმშობლის მწუხარება, რადგან მას უფრო მეტად უყვარდა ძეთვისი, ვიდრე ამის წარმოდგენაა შესაძლებელი. ჩვენ ვიცით, რომ ვისაც უფრო მეტად უყვარს, მეტადაც იტანჯება. ხორციელი ბუნების კანონით ღვთისმშობელს თავისი მწუხარება ვერ უნდა გადაეტანა, მაგრამ იგი ღვთისნებას მიენდო და სული წმიდამ განამტკიცა, მისცა მას მწუხარების მოთმენის ძალა. შემდგომში კი უფლის ამაღლების შემდეგ ღვთისმშობელი გახდა ყოველი ადამიანის დიდი ნუგეშინის მცემელი მწუხარებაში. უფალმა მისცა სოფელს სული წმინდა და ვიშიც იგი მყოფობს, თავის თავში 60 გრძნობს. იქნება მითხრა, ჩემში რატომ არ არის ასეთი მადლიო? იმიტომ რომ შენ არა ხარ ღვთისნებას მინდობილი, არამედ შენს ნებაზე ცხოვრობ. შეხედე მას, ვისაც საკუთარი ნება უყვარს. ასეთ კაცს არასოდეს არ აქვს მშვიდობა სულში და ყოველთვის უკმაყოფილოა. ეს არ მოსწონს, იქაც რაღაც ვერ არის რიგზე. ხოლო ვინც სრულად მიენდო ღვთისნებას, იმას წმინდა ლოცვა აქვს, მის სულს უყვარს უფალი, მისთვის ყოველივე ამო და საყვარელია. ასე მიენდო ღმერთს ყოვლადწმინდა ქალწული, აჰა მხევალი უფლისა, მეყავნმე სიტყვისაებრ შენისა. ჩვენც ასე რომ ვამბობდეთ, აჰა მონა უფლისა, მეყავნე სიტყვისაებრ შენისა, სახარების სიტყვები უფლის მიერ წარმოთქმული და სული წმინდის მიერ დაწერილი ჩვენს სულებშიც იქნებოდა აღბეჭდილი. და მაშინ ღვთის სიყვარული მთელს ამ ქვეყანას მოეფინებოდა.
თუმცა უფლის სიტყვები ამდენი საუკუნეა გაისმის სამყაროში. ადამიანებს არ ესმით ისინი და არ სურთ მათი მიღება. ხოლო ვინც ღვთისნების თანახმად ცხოვრობს, იმას განადიდებს ცა და ქვეყანა. ვინც ღვთისნებასაა მინდობილი, ის მხოლოდ ღმერთითაა დაკავებული და ღვთის მადლი შეეწევა, რომ მოუკლებლად ლოცულობდეს. თუმცა ასეთი კაცი კიდევაც მუშაობს და კიდევაც ლაპარაკობს. მისი სული ღმერთით არის დაკავებული, რადგან ღვთისნებას მიედო და ამისთვის უფალმა თავს იდო მასზე ზრუნვა. გარდამოცემა გვეუბნება, რომ ეგვიპტისკენ მიმავალ გზაზე წმინდა ოჯახს ავაზაკი გადაეყარა, მაგრამ არაფერი დაუშავა. ჩვილის დანახვისას მან თქვა, თვით ღმერთი რომ განხორციელებულიყო, ამ ყრმაზე მშვენიერი არ იქნებოდაო და მშვიდობით გაუშვა ისინი. საკვირველია, ავაზაკმა, რომელიც მხეცს ჩამოჰგავდა და არავის ინდობდა, ამ წმინდა ოჯახს თითიც არ დააკარა. ავაზაკის გულს ყრმისა და მისი უწყინარი დედის დანახვისას ლმობიერება დაეუფლა, მას ღვთის მადლი შეეხო. ასევე როცა მხეცები ხედავდნენ წმინდა მოწამეებს ან ღირს მამებს, ისინი უწყინარნი ხდებოდნენ და არაფერს უშავებდნენ მათ. თვით ეშმაკებსაც კი ეშინიათ მშვიდი და მდაბალი სულისა, რომელიც მორჩილებით, კრძალულებით და ლოცვით სძლევს მათ. კიდევ ერთი რამაა საკვირველი. ავაზაკს შეებრალა ყრმა უფალი. მღვდელმთავრებმა და მოხუცებულებმა კი პილატეს მისცეს ჯვარზე გასაკრავად. ეს იმიტომ მოხდა, რომ ისინი არ ლოცულობდნენ და უფლისგან არ ითხოვდნენ ეუწყებინა რა და როგორ უნდა გაეკეთებინათ. ასევე ხშირად მთავარნი და საერთოდ ადამიანებიც სიკეთეს ეძიებენ, მაგრამ არ იციან სად არის იგი. არ იციან, რომ იგი ღმერთია და ღვთისგან გვეძლევა. ყოველთვის უნდა ვილოცოთ, რომ უფალმა ჩაგვაგონოს რა ვქნათ. მაშინ იგი არ მიგვატოვებს და არ მოგცემს შეცდომის დაშვების უფლებას. ადამი არ იყო იმდენად ბრძენი, რომ უფლისთვის ეკითხა ევას მიერ მიწოდებული ნაყოფის შესახებ, ამიტომაც დაკარგა 60. ასევე ყველა წმინდანმა, რომელმაც შესწოდა, იმიტომ შესწოდა, რომ ღმერთს არ მოუხმო შეწევნისა და გულისხმის ყოფის მინიჭებისთვის. ღირსმა სერაფიმე საროველმა თქვა, როცა საკუთარ გონებაზე მინდობით ვლაპარაკობდი, შეცდომებსაც ვუშვებდიო. მაგრამ არსებობს არასრულყოფილებისგან დაშვებული უცოდველი შეცდომებიც. ისინი თვით ღვთისმშობელსაც კი ჰქონდა. სახარება გვიამბობს, რომ როცა იგი იერუსალიმიდან მოდიოდა იოსებთან ერთად, ფიქრობდა, რომ მისი ძე ნათესავებთან ან ნაცნობებთან ერთად იყო და მხოლოდ 3 დღის ძებნის შემდეგ იპოვა იესო იერუსალიმის ტაძარში მოხუცებულებთან მოსაუბრე. ამგვარად მხოლოდ უფალია ყოვლის მცოდნე, ჩვენ კი ყველანი, ვინც არ უნდა ვიყოთ, უნდა ვევედროთ ღმერთს, რომ გულისხმის ყოფა მოგვანიჭოს და ვკითხოთ რჩევა სულიერ მამას, რათა შეცდომებს გადავურჩეთ. სული ღვთისა ყველას სხვადასხვაგვარად განსწავლის. ერთი მარტოა დაყუდებული უდაბნოში, მეორე კაცთათვის ლოცულობს, მესამე ქრისტეს სამწყსოს გაძღოლისთვისაა მოწოდებული. სხვას ქადაგება ან მწუხარეთა ნუგეშისცემა აკისრია. ზოგი კიდევ თავისი შრომის ნაყოფს ან მამულისგან მიღებულ მოგებას გასცემს და ეს ყველაფერი სული წმინდის ნიჭებია. ყველა სხვადასხვა ხარისხით რომ ეძლევა, ზოგს 1.30-ად, ზოგს 1.60-ად და ზოგსაც 1.100-ად. ჩვენ რომ უბრალო გულით გვეყვარდეს ერთმანეთი, უფალი სული წმინდის მიერ გვიჩვენებდა მრავალ სასწაულს და დიდ საიდუმლოებებს გამოგვიცხადებდა. ღმერთი განუძღომელი სიყვარულია.
გონება მან ჩემან დაივანა ღმერთში და წერა შეწყდა. რა კარგად მესმის, რომ უფალი გმართავს. მის გარეშე ჩვენ ვერც კი გავიფიქრებთ ვერავითარ სიკეთეზე. ამიტომ სიმდაბლით უნდა მივენდოთ ღვთის ნებას, რათა ღმერთი იყოს ჩვენი წინამძღვარი. სულ მუდამ ვწვალობთ და თავისუფლებას ვეძიებთ, მაგრამ ცოტა ვინმემ თუ იცის, რა არის თავისუფლება და სად არის იგი. მეც მინდა თავისუფლება და დღედაღამ დავეძებ მას, მაგრამ მე მივხვდი, რომ ღმერთშია თავისუფლება. იგი ანიჭებს თავისუფლებას გულით მდაბალთ, ვინც შეინანა და მოიკვეთა თავისი ნება ღვთის წინაშე. მონანულს უფალი აძლევს თავის მშვიდობას და თავისუფლებას, რათა უყვარდეს იგი. არ არსებობს ამ ქვეყნად იმაზე მეტი სიკეთე, ვიდრე ღვთისა და მოყვასის სიყვარულია. ამაში ჰპოვებს სული მშვიდობასა და სიხარულს. ჰოი მთელი მსოფლიოს ხალხებო, მუხს ვიყრით თქვენს წინაშე და ცრემლით გევედრებით, მიდით უფალთან. მე ვიცი მისი თქვენ და მის სიყვარული, ვიცი და ამიტომაც გავყვირი მთელი ქვეყნის გასაგონად, ან როგორ ილაპარაკებ იმაზე, რაც არ იცი. მკითხავ კი, მაგრამ განა შეიძლება იცოდე ღმერთი. მე კი გეუბნები, რომ ჩვენ ვიხილეთ უფალი სულიწმინდის მიერ. შენც თუ კი თავს დაიმდაბლებ, სულიწმინდა გიჩვენებს უფალს და შენც მოგინდება მთელი ქვეყნის გასაგონად იყვირო მის შესახებ. მე მოხუცდი სიკვდილს მოველი და ვწერ ჭეშმარიტებას, იმიტომ რომ მიყვარს ადამიანები, რომელთათვისაც წუხს ჩემი სული. იქნებ ერთი სული მაინც ცხონდეს, ამისთვისაც მადლიერე ვიქნები ღვთისა, მაგრამ გული შემტკივა მთელი ქვეყნისთვის. ვლოცულობ და ცრემლს ღვრի მთელი მსოფლიოსთვის, რათა ყველამ შეინანოს და შეიცნოს ღმერთი, იცხოვროს სიყვარულში და დატკბეს თავისუფლებით უფლის მიერ. ჰოი მთელი მსოფლიოს ხალხებო, ილოცეთ და იგლოვეთ თქვენი ცოდვებისთვის, რათა უფალმა მოგიტევოთ ისინი, სადაც ცოდვათა მიტევებაა, იქაა სინდისის თავისუფლება და სიყვარული სულ მცირე მაინც. არ უნდა უფალს ცოდვილის სიკვდილი და მონანულს ანიჭებს სულიწმინდის მადლს. მადლი კი აძლევს სულს მშვიდობასა და თავისუფლებას. თავისუფლებას გულით და გონებით ღმერთში ყოფნისას. როცა სულიწმინდა ცოდვებს მოგვიტევებს, სული ღებულობს თავისუფლებას, რათა წმინდა გონებით ილოცოს ღვთის წინაშე. მაშინ იგი თავისუფლად ჭვრეტს ღმერთს და მის მიერი მშვიდობა და სიხარული ეუფლება. ეს არის სწორედ ჭეშმარიტი თავისუფლება. უღმერთოდ არ არსებობს თავისუფლება, რადგან მტრები არ ყევენ სულს ბოროტი გულის სიტყვებით. საქვეყნოდ ვიტყვი სიმართლეს, საძაგელი ვარ ღვთის წინაშე და ცხონების იმედს დავკარგავდი, ღმერთს რომ ჩემთვის სულიწმინდის მადლი არ მოეცა. სულიწმინდამ განმსწავლა და ამიტომაც არ მიჭირს ღმერთზე წერა, რადგან თავად იგი მომიწოდებს საწერად. მებრალება ვტირი და მოვთქვამ ხალხისთვის. ბევრი ფიქრობს, მრავალი ცოდვა მაქვს, კაციც მომიკლავს, კიდეც მომიპარავს, ცილიც დამიწამებია, მიმრუშია და ბევრიც სხვა ბოროტება ჩამიდენიაო. რცხვენიათ და არ მიდიან ცოდვების მოსანანიებლად, მაგრამ ის კი ავიწყდებათ, რომ ყველა მათი ცოდვა სხვაში წვეთია ღვთის წინაშე. ოხ ჩემო ძმებო, მთელო ქვეყანამ, შეინანეთ სანამ დროა, მოწყალედ მოელის ღმერთი ჩვენ სინანულს. მთელი ზეცა ყველა წმინდანი სინანულს ელოდება ჩვენგან. ღმერთი ხომ სიყვარულია და ასევე სული წმინდანებში დამკვიდრებული სიყვარულია. ითხოვე და შეგინდობს უფალი, ხოლო როცა ცოდვათა შენდობა მოგეცემა, სულში სიხარული და მხიარულება იშვება.
სული წმინდის მადლი შემოვა შენ სულში და იტყვი, აი ჭეშმარიტი თავისუფლება, იგი ღმერთში და ღმერთისგანაა. ღვთის მადლი თავისუფლებას კი არ გვართმევს, მხოლოდ უფლის მცნებების შესრულებაში გვეხმარება. ადამი მადლ შემოსილი იყო, მაგრამ ნება წართმეული არ ჰქონია. ასევე ანგელოზებიც სული წმინდით არიან შემოსილნი, მაგრამ მათთვის თავისუფალი ნება არავის წაურთმევია. ბევრმა არ იცის ცხონების გზა, ამიტომ ბნელშია და ჭეშმარიტების ნათელს ვერ ჭვრეთს. ის კი იყო, არის და იქნება და ყველას მოწყალედ უხმობს. მოვედით ჩემ და ყოველნი მაშვალნი და ტვირთმძიმენი, შემიცანით მე და მე მოგცემთ მშვიდობასა და თავისუფლებას. ჭეშმარიტი თავისუფლება ღმერთში ყოფნაა, უწინეს არ ვიცოდი. 27 წლის ასაკამდე მხოლოდ ის ვიცოდი, რომ ღმერთი არის, მაგრამ არ ვიცნობდი მას. ხოლო მას შემდეგ, რაც ჩემმა სულმა სული წმინდის მიერ შეიცნო უფალი, მთელი ძალით მიიწევს მისკენ. ახლაც ის ცეცხლი მიკიდია, დღედაღამ დავეძებ უფალს. უფალს სურს გვიყვარდეს ერთმანეთი, ამაშია თავისუფლება ღვთისა და მოყვასის სიყვარულში. ესაა თავისუფლება და თანასწორობა. მიწიერ იერარქიაში თანასწორობა შეუძლებელია არსებობდეს, მაგრამ სულისთვის ეს არც არის მნიშვნელოვანი. ყველა მეფე ან თავადი ვერ იქნება, ვერც პატრიარქი ან იღუმენი და საერთოდ ვერც უფროსი გახდება ყველა. მაგრამ რა ხარისხშიც არ უნდა იყოს კაცი, ყველას შეუძლია უყვარდეს ღმერთი და სათნო ეყოს მას, მხოლოდ ესაა მნიშვნელოვანი. ვისაც უფრო მეტად უყვარს ღმერთი ამ სოფელში, იმას უფრო მეტი დიდება მოელის ცათა სასუფეველში. ვისაც უფრო მეტად უყვარს, ის უფრო მეტად მიისწრაფვის ღვთისკენ და უფრო ახლოსაც იქნება მასთან. ყოველი კაცი თავისი სიყვარულის შესაბამისად იდიდება. მე შევიტყვე, რომ სიყვარული თავისი ძალით სხვადასხვანაირი შეიძლება იყოს. ვისაც ეშინია ღვთისა, არ უნდა რაიმეთი შეურაცხყოს, ესაა პირველი სიყვარული. ვისაც გულის სიტყვებისგან განწმენდილი გონება აქვს, ეს მეორე, პირველზე მეტი სიყვარულია. ვინც ხელშესახებად გრძნობს ღვთის მადლს სულში, ეს მესამე, კიდევ უფრო დიდი სიყვარულია. მეოთხე სრული სიყვარული ღვთისა ისაა, როცა კაცის სულშიც და ხორცშიც სული წმინდის მადლია. ასეთი ადამიანის ხორცი განწმენდილია და მისი ნაწილები წმინდა იქნება. ასე იყო დიდი წმინდა მოწამეების, წინასწარმეტყველების, ღირსების შემთხვევაში. ვინც სიწმინდის ამ ხარისხს მიაღწია, ხორციელი სიყვარულისთვის ხელშეუხებელია. მას შეუძლია თავისუფლად ეძინოს ქალწულის გვერდით, ისე რომ არავითარი სურვილი არ აღეძრას. ღვთის სიყვარული უფრო მეტია, ვიდრე ქალის სიყვარული. მთელი მსოფლიო რომ ესწრაფვის, გარდა იმ ადამიანებისა, ვისაც სრულად აქვს ღვთის მადლი, რამეთო სული წმინდის მადლი მთელ ადამიანს განაახლებს და ასწავლის სრულად უყვარდეს ღმერთი. როცა სულს ღვთის სრული სიყვარული ეუფლება, იგი აღარ ეკუთვნის სოფელს, თუმცა კაცთა შორის ცხოვრობს, მაგრამ ღვთის სიყვარულისგან ავიწყდება ყოველივე მსოფლიო. ჩვენი უბედურება ისაა, რომ გონების ამპარტავნების გამო ვერ ვინარჩუნებთ ღვთის მადლს და გვტოვებს იგი. სული კი მოთქმა გოდებით დაეძებს მას და ღაღადებს, ენატრება ჩემს სულს უფალი. ქვეყნად არ არსებობს ისეთი მდაბალი და მოყვარული ადამიანი, როგორიცაა უფალი ჩვენი იესო ქრისტე. მასშია ჩვენი სიხარული და მხიარულება,
შევიყვაროთ ქრისტე და იგი შეგვიძღვება თავის სასუფეველში, სადაც ვიხილავთ მის დიდებას.